ამოიღეს ნაღდი ფული ბრუნვიდან. შევედი ეკლესიაში, მინდა სანთელი დავანთო. როგორ ვიყიდო, თუ ეკლესია არ დადგამს, ეკლესიაში პოსტერმინალებს, როგორც სუპერმარკეტშია და paybox-ებს, ანუ სანთელი რო ვიყიდო, პოსტერმინალი უნდა დადგას, ფული რო შევწირო, paybox-ი უნდა დადგას ეკლესიაში. ეს ხო ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ როგორც ერის ხალხი ნერვიულობს და ამბობთ არაციფრულ არს და ვასაბუთებთ, ასევე ჩვენზე მეტად ფიქრობს ამ საკითხზე ეპისკოპოსები, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას. ხო? შესაბამისად, ეს დაფინანსება იმდენად არსებითია, რომ ერის ხალხი რო თქვათ მის ხელფასზე და პენსიაზე ნერვიულობს, ეკლესიას, როდესაც 80 მილიონამდე აქვს დაფინანსება, ჩვენზე მეტად ფიქრობენ, რომ აი როგორ განვითარდება ეს პროცესები. შესაბამისად, ამ ნაღდი ფულის ამოღებას აქვს საღვთისმეტყველო განმარტება, სარწმუნოებრივი კონტექსტი აქვს, ხო? გარდა თქვათ სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ხო? და ასე შემდეგ მრავალწახნაგოვანი თემაა ნაღდი ფულის ამოღება, მაგრამ მას აქვს სარწმუნოებრივი კონტექსტიც, ხო? ბოლო ჟამის ქრისტიანებისათვის აპოკალიფსში. შესაბამისად, თუ წერილობით არ მიწერს სინოდი, ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი შიო მესამე ჩვენი პატრიარქი, ქადაგებები არ არის საკმარისი. ანუ ის წიგნები, ეპისტოლეები, რაც გამოვიდა ის მარგალიტები ეკლესიიდან ღმერთმა შეგიწიროთ ეს დაგვეხმარა ჩვენი პოზიციის ფორმირებაში და იმიტომ ამბობთ არაციფრულ არს. ამაზე დაფუძნებით, ამაზე ვართ აღზრდილები და იმიტომ მივედით ამ დასკვნამდე, რომ ამიტომ ამბობთ არაციფრულ არს. წიგნებით და ეპისტოლეებით, მაგრამ სახელმწიფოსთვის წიგნები და ეპისტოლეები არაა იმის ვალდებულება, რომ ამ ყველა წიგნზე და ეპისტოლეზე წერილობით გიპასუხოს ხელისუფლებამ. უნდა მიწერო სინოდმა და პატრიარქმა უკვე დღეს, იმისათვის რომ არ გავებათ მახეში, უკვე დღეს უნდა მივწეროთ, ხო, ეკლესია ერთი ვართ ჩვენ, ხო, ერი და ბერი, უნდა უკვე პატრიარქმა, სინოდმა უნდა მიწეროს და უნდა უთხრას, არა, ამიტომ საკონსტიტუციო შეთანხმება არსებობს, კონკორდატი არსებობს, ხო? სახელმწიფომ ერთხელ უკვე დააყენა სისხლის გუბეები, ხო, ეკლესიაში. და გაფორმდა უკვე შეთანხმება, რომ ესე იგი რეპრესირებულია ეკლესიაში, რა, ეკლესიაში მარტო სამღვდელოება იდევნებოდა, ერის ხალხი მრევლის იდევნებოდა, ერთობლივად იდევნებოდა, ხო, ერის და ბერის. და ამიტომ გაფორმდა საკონსტიტუციო შეთანხმება და დღეს სამართლებრივად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის, ესე იგი უნარი, ხო, რომ დაიცვას სამართლებრივად მრევლი იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია საქართველოს საპატრიარქოს. ხო, შესაბამისად, ვის მივმართოთ, ანუ ვინ უნდა თქვას? ნებისმიერმა ერისკაცმა რომ თქვას, გადაიანგარიშებენ, მისი ლეგიტიმურობა არის 0.001%, მაგრამ როდესაც იტყვის საპატრიარქო, როდესაც იტყვის წმინდა სინოდი არას, ამას უკვე მოყვება რეაგირება, ანუ თავის საჩიება შეაფაროს ქართულმა ხალხმა. მე ერთი რამე, ესე იგი, მაფიქრებს, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა, მადლობა ამისათვის, რომ ჩვენ უნდა გამოვიცადოთ. ხო, ეს განსაცდელი ღირსეულად უნდა გავიაროთ. მიუხედავად იმისა, ვინ რა პოზიციას დაიჭერს. რა პოზიციას არ უნდა დაიჭიროს სიტყვაზე მთავრობამ ან ეკლესიამ, დღევანდელმა მოქმედმა ეპისკოპოსებმა ჩვენი მცირე გოლგოთის გზა გვაქვს და ყველა ჩვენი ჯვარი გვაქვს და ვერ გადავაბრალებთ, რომ აი ადამა გადააბრალა ევას და ევამ გადააბრალა გველს, ხო, ჩვენ გადაბრალებას არ ვაპირებთ. მაგრამ ველოდებით იმედი არ ვტოვებს, რომ ეს შეფასება უკვე უნდა გაკეთდეს დღეს 25 მაისს ოფიციალურად უკვე ხელშეკრულება გაფორმდა. და ხელშეკრულება რო გაფორმდა და ზალაში შევიდა ამას მისი წესები აქვს, ხო, მას აქვს სამობილიზაციო პროცესი და ზუსტად ეხლა უნდა ითქვას, ნაპირზე უნდა ითქვას ეკლესიას რა პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. რო სახელმწიფო რო უკვე წაყვება ამ სახელშეკრულებულ ურთიერთობებს, მე ცოტა უხერხულია, რომ თავის დროზე რატო არ თქვით, ხო, თქვათ რო ეთქვა ეკლესიას გავითვალისწინებდით, ხო, ჩავდებდით კანონმდებლობაში სავალდებულოდ, რომ ნაღდი ფულის ამოღებას აუგზავნავდით, ხო, ჩვენ თავს ოიტყვის ხელისუფლება, რატო არ თქვით თავის დროზე, მომენტუმია ეხლა. ეხლა უნდა ითქვას ხო ან არა, იმიტომ რომ ეს დამაყრუებელი დუმილია. დუმილი იმას ნიშნავს, რომ თანახმახართ, რომ ეკლესიაში პოსტერმინალები და paybox-ები დადგათ. ხო, ანუ ეხლა უნდა ითქვას მკვეთრად და წერტილი. ამინდა ეხლა ძალიან სიტყვა გამიგზელდეს, მადლობა ყურადღებისათვის და იმედი ამტოვებს, რომ საქართველო გაუძლებს ყველანაირ ზეწოლას, გაივლის ამ განსაცდელს ღირსეულად და წერტილი. მადლობა ყურადღებისათვის.